საიდუმლო არ არის, რომ უკრაინამ 2026 წელს თავისი გრძელდისტანციური შესაძლებლობები გააუმჯობესა. 697 სამიზნეს დარტყმა მოხდა სიღრმისეული დათმობით წლის პირველ 6 თვეში, რამაც რუსეთს 6.1 მილიარდი დოლარი დაუჯდა. აჩვენეთ ეს. მაგრამ იცით რა იყო დიდი საიდუმლო? ზოგიერთი დრონი, რომელსაც უკრაინა იყენებდა ამ დარტყმებისთვის. ეხლა ეს საიდუმლო აღარ არსებობს. გასაოცარი გამჟღავნების შედეგად რამდენიმე ბრიტანულმა მედია საშუალებამ გაამხილა, რომ დიდი ბრიტანეთი აწვდის დრონებს, რომელსაც უკრაინა იყენებს მნიშვნელოვანი სამიზნეების გასანადგურებლად. პირველად ისტორიაში დიდმა ბრიტანეთმა დრონებით გაანადგურა რუსეთი. ეს დიდი ბრიტანეთიდან პუტინისთვის გაგზავნილი სპეციალური ამანათია, კურიერი კი უკრაინაა. 16 აგვისტოს ანგარიში ტაიმსმა გაამხილა, რომ ორი ბრიტანული კომპანიის მიერ დამზადებული შორ მანძილზე მოქმედი დრონები არა მხოლოდ მიეწოდა უკრაინას, არამედ აქტიურად გამოიყენება უკრაინის მიერ განხორციელებულ ყველაზე მნიშვნელოვან სიღრმისეულ დარტყმებში. ეს პირველი შემთხვევაა. უკრაინამ ადრე გამოიყენა დიდი ბრიტანეთის Storm Shadow-ის რაკეტები რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრის რეგიონებში დასათრმელად, მაგრამ დრონები არასდროს გამოუყენებია, ყოველ შემთხვევაში აქამდე. და რაც მთავარია, ეს არ არის რაღაცაც ახლახან დაიწყო. უკრაინა უკვე მინიმუმ 6 თვეა, რაც დიდ ბრიტანეთში დამზადებულ დრონებს იყენებს რუსეთის დასარტყმელად, ამატებს ინდიპენდენტი. არავინ იცოდა ამის შესახებ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს უკვე მოხდა, და ეს ბრიტანული დრონები საკმაოდ აქტიურად მოქმედებდნენ. ისინი მონაწილეობდნენ უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვან დარტყმებში. ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სამიზნეა, ბრიტანეთის დრონების მიერ იბომბება. ინდიპენდენტი ადასტურებს, რომ ბრიტანული დრონები გამოყენებული იქნა მინიმუმ 2 ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასათმელად, ვოლგოგრადში და იაროსლავში. შეიძლება სხვაებიც იყვნენ, მაგრამ არც დიდი ბრიტანეთი და არც უკრაინა ამაზე არ საუბრობენ. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ დიდი ბრიტანეთი ახლა ჩართულია 2026 წლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც უკრაინამ რუსეთის ყველა 11 უდიდესი ქარხანა დაარტყა. ღაზიანდა ობიექტები, რომლებიც ერთობლივად პასუხისმგებელნი არიან. 146 მილიონი ტონა. ნედლი ნავთობის გადამუშავებაზე გამოსადეგ პროდუქტებად, როგორიცაა ბენზინი და დიზელი წელიწადში. ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების იერიშებმა დიდი როლი ითამაშა რუსეთში საწვავის მასიური დეფიციტის გამოწვევაში, რადგან უკრაინამ თავისი იერიშებით ივლისის დასაწყისისთვის რუსეთის გადამამუშავებელი სიმძლავრის 42% გაანადგურა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ უკრაინა ამ იერიშებისთვის საკუთარ დრონებს იყენებდა. ახლა ვიცით, რომ ბრიტანეთის დრონებიც ზოგიერთ ამ თავდასხმაში მონაწილეობდნენ. მხოლოდ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა იერიშმა სამიზნე დაიღო ობიექტი, რომელიც წელიწადში 14.8 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს. შესაძლოა სხვა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზეც იყოს იერიშები. თუმცა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ტაიმსმა და ინდიპენდენტმა გაავრცელეს, არის ის, რომ დიდი ბრიტანეთის დრონები ასევე გამოიყენეს მოსკოვის მახლობლად თავდასხმებისთვის, განსაკუთრებით რუსეთის შიგნით მდებარე ლოგისტიკურ ჰაბებზე. ინცახა ყურადღებას აქცევს იმას, რაც რუსეთის შიდა ლოგისტიკაში ხდება, დაასკვნის, რომ ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. დიდი ბრიტანეთი უკრაინას ეხმარება, რომ Wildberries დაარტყას. კომპანია, რომელსაც ხშირად რუსეთის Amazon-ს უწოდებენ, ივლისში უკრაინის სამიზნე გახდა. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რუსეთის ლოგისტიკისა და ეკონომიკისთვის, ასევე იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ Wildberries-ის პლატფორმის გამყიდველები ყიდიან აღჭურვილობას, რომელიც შეიძლება გამოიყენონ უკრაინის წინააღმდეგ ომში. და უკრაინას არ დაუკავებია თავი დარტყმებში. United 24 Media-ის მიხედვით, 16 აგვისტოსთვის უკრაინამ Wildberries-ის 10 უდიდესი ლოგისტიკური ჰაბიდან 7 გამოიყვანა მწყობრიდან. რაც აიძულებს ელექტრონული კომერციის პლატფორმის მფლობელებს და რუსეთის ეკონომიკას მუხლებზე დადგნენ. DW ამატებს, რომ ამ დარტყმების ღირებულებება Wildberries-თვის უზარმაზარია. იუწყება, რომ 5.7 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია დაიცვა, რადგან Wildberries-ის საწყობები მთელ რუსეთში დაიცვა. კომპანიისთვის საერთო დანახარჯი, როდესაც გათვალისწინებულია რემონტი, კომპენსაცია და ყველა დამატებითი ხარჯი, რომელიც უკრაინის დარტყმებს უკავშირდება, ახლა დაახლოებით 9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და იზრდება. ისევე როგორც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შემთხვევაში, ვარაუდობთ, რომ დრონები, რომლებიც Wildberries-ის ობიექტების განადგურებაზე იგზავნებოდა, უკრაინული წარმოების იყო. უმეტესობა მართლაც ასეთი იყო, მაგრამ ახლა ვიცით, რომ ყველა არ. დიდმა ბრიტანეთმა თავისი წვლილი შეიტანა მინიმუმ 2 ტიპის დრონით, რომელსაც უკრაინა უკვე რამდენიმე თვეა იყენებს. ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება, რაც უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა. 16 აგვისტოს ღამით განხორციელებული შეტევის დროს უკრაინამ რუსეთში 822 დრონი გაუშვა, საიდანაც დაახლოებით 600 მოსკოვისკენ იყო მიმართული, BBC-ს ცნობით. მოსკოვში კიდევ ერთი Wildberries-ის საწყობი დაზიანდა, ხოლო უკრაინამ ასევე მიაყენა ზიანი შეტევებით როსტოვსა და ბელგოროდში. გამოიყენეს თუ არა ამ შეტევებში დიდი ბრიტანეთის დრონები, შესაძლოა ამას ვერასდროს გავიკოთ. თუმცა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მედია საშუალებებზე დაბრუნება არ გჭირდება იმის დასადასტურებლად, რომ ბრიტანული დრონები რუსეთში სამიზნეებს აღწევენ. რეუმმა თავადაც დაადასტურა ეს გაცოფებული ტონით გაკეთებულ ანგარიშებში. BBC იუწყება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კაცრად გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთი დრონებისთვის კომპონენტების მიწოდების გამო, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებში გამოიყენეს.
ის ამტკიცებს, რომ ეს კომპონენტები აღმოჩენილი იყო დრონებში, რომლებიც როსტოვში საწვავის საცავზე თავდასხმაში გამოიყენეს, რაც სამიზნეების კიდევ მეტ ტიპს აჩვენებს, რომლებსაც უკრაინა ბრიტანული დრონებით უტევს. რუსეთი ამ ყველაფერზე ძალიან გაბრაზებულია. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას, ორივე თავს იკავებს კომენტარისგან. ოფიციალურად ეს ყველაფერი საერთოდ არ ხდება. როგორც კრიპტო ბრიფინგ აღნიშნავს, ბრიტანული დრონების გამოყენება რუსულ სამიზნეებზე თავდასხმებში არც დიდ ბრიტანეთს და არც ეს არის სტრატეგიული გაურკვევლობა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის დაბნევას და ამავე დროს დიპლომატიური დაძაბულობის მინიმიზაციას, რაც მოხდებოდა იმას, რომ დიდმა ბრიტანეთმა დაადასტუროს, რომ უკრაინას ეხმარება დრონებით რუსეთზე გამანადგურებელ დარტყმებში. დიდი ბრიტანეთი აქ რუსული სტრატეგიის მიხედვით მოქმედებს. შეასრულა დათმები ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათზე პასუხისმგებლობის დამაჯერებლად თუ არ გვარყოფა, მტერს უტოვებ უძლურ და გაცეცხლებულ მდგომარეობაში. რუსეთი ამას წლები აკეთებს ჰიბრიდული თავდასხმებით, მათ შორის ბევრი მიმართულია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. ახლა დიდი ბრიტანეთი დრონებით პასუხობს. დიდი ბრიტანეთი და უკრაინა შეიძლება არ ადასტურებდნენ, რომ ბრიტანული დრონები იგზავნება რუსეთში, მაგრამ ასია. და აი რა ვიცით მათ შესახებ. გაზეთი ინდეპენდენტის მიხედვით, უკრაინა იყენებს მინიმუმ 2 დრონს, რომლებიც დიდი ბრიტანეთიდანაა წარმოშობილი. პირველი არის ნიანის ერთმხრივი მოქმედების დრონი. ვილჩირში აშენებული BAE Systems-ის შვილობილი კომპანიის კალან ლენსის მიერ ეს დრონი დიდ ბრიტანეთში ფართოდ გამოიცადა, სანამ უკრაინაში გაგზავნიდნენ. 3 ივლისს სამეფო საზღვაო ძალებმა პირველად ჩაატარეს ტესტი სამხედრო გემიდან, სადაც გამშვები მოწყობილობა გემის გემბანზე იყო დამონტაჟებული. სამეფო საზღვაო ძალები ასევე ადასტურებს, რომ დრონი ხმელეთზე ფართოდ გამოიცადა და მას ავტონომიური ფუნქციები აქვს. რა ფუნქციებია ეს, ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნიანს ავტომატურად შეუძლია მიზნის პოვნა და დამიზნება, რასაც უნდა დაარტყას. ეს დრონი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ რუსეთის სიღრმეში დაარტყას. მას აქვს 2.9 მეტრიანი ფრთების შლილი და დაახლოებით 240 კილომეტრის მოქმედებისის რადიუსი, რაც მას იდეალურს ხდის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთის საზღვისპირა რეგიონებზე თავდასხმებისთვის. დადასტურებულია, რომ ნიან გამოყენებული იქნა მინიმუმ 1 თავდასხმაში ბელგოროდზე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს იმის შესაფხე, რომ ბრიტანული დრონები შესაძლოა გამოყენებული იყო უკრაინის 16 აგვისტოს თავდასხმაში. საბოლოო ჯამში ბელგოროდი იყო ამ თავდასხმის ერთ-ერთი მიზანი და ნიანი სწორედ ასეთი მანძილის სამიზნეებისთვის არის შექმნილი. ეს დრონი არ არის ძალზე ძლიერი. მისი მაქსიმალური აფრენის წონა დაახლოებით 75 კილოგრამია და მხოლოდ 20 კილოგრამიანი თვითის გადატანა შეუძლია, ეთყობინება მილიტარნი. თუმცა დრონი მოდულურია, რაც საშუალებას იძლევა მასზე სხვადასხვა აღჭურვილობა დამონტაჟდეს მისიის მოთხოვნებიდან გამომდინარე და მას შეუძლია მაქსიმალური სიჩქარე 222 კმ/სთ-ში განავითაროს, რაც ართულებს მის შეჩერებას, როდესაც ის პირდაპირ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის რადარების ქვეშ დაფრინავს. რაც შეეხება მეორე დრონს, აქ საქმე ცოტა ბუნდოვანი ხდება. მეორე დრონი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას მიაწოდა, ბევრად უფრო იდუმალია ვიდრე პირველი. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ ის დიდ ბრიტანეთში მდებარე ქახნებში იწარმოება. მას აქვს 965 კილომეტრზე მეტი სიშორე და ის კატაპულტის სისტემით უშვებენ, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას ასაფრენი ზოლი არ სჭირდება. ეს კატაპულტა ასევე აძლევს უკრაინას საშუალებას სწრაფად გაუშვას ცაში თავისი მეორე ტიპის დრონების რამდენიმე ერთეული, რაც სწრაფად ქმნის დრონების როის, რომელიც შემდეგ რუსეთს ესხმის თავს. ამის გარდა არც დრონის და არც მისი მწარმოებელი კომპანიის სახელი ახმაურდება, როგორც იუწყებიან უსაფრთხოების მიზეზების გამგამ. უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს სურთ ეს დრონი საიდუმლოდ შეინახო. რაც უფრო მეტ დროს დახარჯავს რუსეთი გამოცნობაზე, მით უფრო ეფექტური იქნება ეს უსახელო დრონი რუსეთის საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ. პირდაპირ ვთქვათ, რუსეთს ეს უნდა ევარაუდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ოფიციალურად არ ადასტურებს თავისი დრონების გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე, ის არ ერიდება უკრაინისთვის იმ იარარის მიწოდებას, რომელიც სერიოზული ზიანის მიყენების საშუალებას აძლევს. უკვე აპრილში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცია და დაასახელა, თუ რას მიაწვდის დიდი ბრიტანეთი უკრაინას 2026 წელს. ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ უკრაინას ის აღჭურვილობა, რაც მას პუტინის უკანონო შეჭრისგან თავის დასაცავად სჭირდება, განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა და დაამატა. ეს მოიცავს 150,000-ზე მეტ დრონს. წელს უახლეს Stoneklok-ის მოწყობილობებს, რომლებიც რუსულ საჰაერო თავდაცვას აფერხებს და ინოვაციურ დაბალღირებულ ფრთოსან რაკეტებს. სანამ გადავიდოდეთ იმაზე, რას ნიშნავს ბრიტანეთში დამზადებული დრონების გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ ომის ფართო კონტექსტში, Stoneklok-ის მოწყობილობების ხსენება ცოტა მეტ ყურადღებას იმსახურებს. Stoneklok ძალიან ჭკვიანი მოწყობილობაა. ეს არის ელექტრონული ომის, ანუ EW სისტემა, რომელიც სპეციალურად დრონებზე დასამონტაჟებლადაა შექმნილი. მოწყობილობა დაახლოებით ტაბლეტური კომპიუტერის ომისაა და ის ქმნის ელექტრონულ ჩარევას, რაც ართულებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის იმ საფრენი აპარატის აღმოჩენასა და მიზანში ამოღებას, რომელზეც Stoneklok-ია დამონტაჟებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს გავს ჩაპს ან საჰაერო თავდაცვის დამიზნების სისტემებს. რატომ ახსენებთ ამას? გაიხსენეთ, რას ვამბობდით ადრე ნიან დრონზე. ის მოდულურია და მისიამთვის საჭირო ნებისმიარ ჭურვილობით შეიძლება აღიჭუროს. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას აქვს Stoneklok-ის მოწყობილობები. არ არის რთული ვივარაუდოთ, რომ ამ მოწყობილობებიდან ზოგი შეიძლება დაყენებული იყოს ნიან დრონებზე, რომლებიც ბელგოროდს და სხვა სამიზნეებს ესხმიან საზღვისპირა და ოკუპირებულ რეგიონებში.
ყველაფერი ერთმანეთს ეწყობა. ბრიტანეთში დამზადებული დრონი, რომელიც აღჭურვილია ბრიტანეთში დამზადებული ელექტრონული ომის სისტემით და უთხრამს რუსულ სამიზნეებს, პუტინს მკაფიო გზავნილს უგზავნის. დიდი ბრიტანეთის სამხედრო კავშირები უკრაინასთან მხოლოდ ძლიერდება. რუსეთი შეშფოთებულია და ასეც უნდა იყოს. ეს კავშირები აძლიერებს როგორც უკრაინას, ასევე უზრუნველყოფს, რომ დიდი ბრიტანეთი მზად იყოს ბრძოლისთვის, რომლის დაწყებისთვისაც მაზრებისაც მათი აზრით პუტინი ემზადება. მაგრამ სანამ ამ ორ საკითხს უფრო დეტალურად განვიხილოთ, შეგახსენებ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ არხზე გამოწერა, ეხლა დრო დააჭიროთ ხილაკს და ჩართოთ შეტყობინებები. ეს კავშირები, რომლებზეც ვახსენეთ. ის, რომ დიდი ბრიტანეთის წარმოების დრონები გამოიყენება რუსეთის დასათხმელად, ბოლო მაგალითია იმისა, რომ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის კავშირები იმდენად მტკიცდება, რომ ეს კრემლისთვის ძალიან შემაშფოთებელი ხდება. და კიდევ ბევრად მეტი ხდება, რადგან ეს კავშირები უკვე წლებია ვითარდება. უკვე შეჭრის დასაწყისიდანვე დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი იყო. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანამ უკრაინას თითქმის 34 მილიარდი დოლარი უკვე მიაწოდა, რომლის უმეტესობა სამხედრო მხარდაჭერის სახით იქნა გადაცემული. თუმცა უკრაინამ ასევე მიიღო 7.5 მილიარდ დოლარზე მეტი არამილიტარული დახმარება, როგორიცაა ფისკალური გარანტიები და ორმხრივი ვალდებულებები. ეს უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, მაგრამ დიდი ბრიტანეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა ბევრად უფრო ღრმაა. 100 წლით უფრო ღრმაა. 2025 წლის იანვარში დიდი ბრიტანეთმა და უკრაინამ 100 წლიანი პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმების ფარგლებში ორივე ქვეყანამ აიღო ვალდებულება გააძლიეროს თავდაცვითი და სამრეწველო თანამშრომლობა და შექმნას სწრაფი რეაგირების მექანიზმები. დიდი ბრიტანეთი ასევე ვალდებულია ყოველწლიურად 2030-31 ფინანსური წლის ბოლომდე უკრაინას მინიმუმ 4 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწიოს. ამის შემდეგ დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ უკრაინას დახმარებას გაუწევს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. სხვა სიტყვებით, თუ ომი 2031 წლისთვისაც გაგრძელდება, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა არ შეწყდება. მაგრამ შესაძლოა ამ შეთანხმებით გაგზავნილი გზავნილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად აღებული ვალდებულებები. ეს მხოლოდ ის არ არის, რომ დიდი ბრიტანეთი ამბობს უკრაინას დაეხმარება. ეს არის დიდი ბრიტანეთის გზავნილი პუტინისთვის, რომ უკრაინა საუკუნის შემდეგაც იარსებებს. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ბატონო პუტინ, თქვენ ვერ მიაღწევთ მიზანს, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყნიდან რუსეთის ნაწილად გადააქციოთ. შეგვიძლია გავაგრძელოთ კავშირებზე საუბარი. სხვა მაგალითებია, მაგალითად, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მიერ 2026 წლის იანვარში 27 მილიონ დოლარიან შეთანხმებაზე ხელმოწერა. ზუსტად 100 წლიანი ვალდებულების იუბილეზე. უკრაინის დახმარება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთებაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა სასტიკი კამპანია ჩაატარა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ზამთარში. 10 აგვისტოს ევრომაიდან პრესმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი ემზადება უკრაინას მისცეს უფლება შეიძინოს დიდ ბრიტანეთში წარმოებული იარაღი იმ 70 მილიარდი დოლარის წესხით, რომელიც უკრაინამ მიიღო ევროპის კავშირისგან. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ევროპაზე როგორც ერთიანობაზე და დიდი ბრიტანეთი ნამდვილად ევროპის ნაწილია, მაგრამ ის არ არის ევროპის კავშირის წევრი. და უკვე რამდენიმე წელია, რაც 2016 წლის ბრექსიტის რეფერენდუმის შემდეგ ის შემდეგ კავშირს გამოეკო. ასე რომ აქ ჩვენ ხედავთ არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის კიდევ ერთ დონეს უკრაინის მიმართ, არამედ უფრო მეტ თანამშრომლობას დიდი ბრიტანეთისა და ევროპის კავშირის ორ დამოუკიდებელ ერთეულს შორის. რაც მხოლოდ მეტ კარგს ნიშნავს უკრაინის მომავლისთვის თანამშრომლობის კუთხით. და ყველაფრის დასასრულებლად, სულ რამდენიმე თვით ადრე, სანამ ეს სესხის განცხადება გაკეთდებოდა, დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ ატარებდა 3 გრძელდისტანციური სისტემის საცდელ ფრენებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც თავად დიდი ბრიტანეთისთვის, ასევე უკრაინის დასახმარებლად რუსეთთან ბრძოლაში. ამ სისტემების სპეციფიკაციები ბევრს ამბობს. დიდი ბრიტანეთი ითხოვდა იარაღს, რომელსაც შეეძლებოდა მინიმუმ 500 კილომეტრის დაფარვა, მინიმუმ 225 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინის გადატანა და მაქსიმალური სიჩქარის 600 კილომეტრზე მეტის მიღწევა საათში. ის საიდუმლო დრონი, რომელიც ვახსენეთ როგორც წყვილის ნაწილი, რომელსაც ახლა უკრაინა იყენებს რუსეთის წინააღმდეგ, 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე დაფრინოს, ზუსტად 965 კილომეტრზე. შეიძლება ეს მეორე დრონი იყოს ერთ-ერთი იმ იუნისის ტესტის შედეგი. ლავაც შეიძლება არასდროს გავიგოთ, რადგან დიდი ბრიტანეთი და უკრაინა ბევრს არ ამხელენ. თუმცა როგორც Stone Cloak-ისა და Neon დრონის შესახებ ვარაუდებში, აქაც დეტალები საკმაოდ კარგად ეწყობა ერთმანეთს. ერთი რამ ნამდვილად შეგვიძლია დავასკვნათ ეხლა, როცა ბრიტანული დრონები რუსეთში დაფრინავენ. დიდი ბრიტანეთი პუტინისთვის უბრალოდ პრობლემიდან გადაიქცა სერიოზულ საფრთხედ და ეს ყველაფერი უკრაინის მხარდაჭერის გამო. რუსეთი უკვე წარმოაჩენს დიდ ბრიტანეთს მთავარ ბოროტმოქმედად იმ ნარატივში, რომელსაც კრემლი უკრაინაში შეჭრის გარშემო ქმნის. გარდიანი აღნიშნავს, რომ რუსეთს სხვადასხვა დროს დაადანაშაულა დიდი ბრიტანეთი რუსულ აეროდრომებზე დრონებით თავდასხმების დაგეგმვაში და ხელი შეუწყო იმას, რასაც რუსეთი თავის ტერიტორიაზე ტერორისტულ თავდასხმებს უწოდებს. და კიდევ თითქოს გარკვეული როლი ითამაშა მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარ საშინაო კონცერტზე თავდასხმაში, რომლის შედეგადაც მინიმუმ 145 ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტი დაშავდა. ბოლო ბრალდება განსაკუთრებით აბსურდულია, მაგრამ ეს აჩვენებს, ამდენად შორს არის მზად რუსეთი წავიდეს, რათა გაერთიანებული სამეფო პუტინის ისტორიაში ბოროტმოქმედად წარმოაჩინოს. და ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის მხარდაჭერაში ისეთივე მტკიცია, როგორც თავად აცხადებს.
ამიტომ რასაც ხედავთ, როცა გაერთიანებული სამეფო უკრაინას ეხმარება დრონებით რუსეთზე ზედარტყმებში მარტივია. თუ პუტინს უნდა რომ გაერთიანებული სამეფო ბოროტმოქმედად წარმოაჩინოს ამ დამახინჯებულ რუსულ ნარატივში, მაშინ გაერთიანებული სამეფო საუკეთესო ბოროტმოქმედის როლს შეასრულებს და მას აქვს მიზეზი ამ როლში ჩადგეს. ზოგი ფიქრობს, რომ რუსეთი გაერთიანებულ სამეფოში ომის დაწყებას უფრო მეტად უახლოვდება, ვიდრე თქვენ გონიათ. ივნისში სერ რიჩარდ ნაიტონმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსია, განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთიდან ყველაზე დიდ საფრთხეს აწყდება ცივი ომის დროიდან მოყოლებული. მან ეს პერიოდი გაერთიანებული სამეფოსთვის ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე საშიშად დაასახელა და დაამატა, რომ რუსეთი გადადის ზღვარს ჰიბრიდული თავდასხმებით, რომელშიც შედის მკვლელობის მცდელობები, კიბერდანაშაულები და დივერსია. ეს არის ყველაზე საშიში დრო, რაც კი ჩემს სამუშაო ცხოვრებაში მახსოვს და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ და ჩვენ ყველამ ეს აღვიქვათ და გავიაზროთ. და ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოგვიწევს სხვა არჩევანის გაკეთება და სხვა პრიორიტეტების დასახვა, განაცხადა ნაიტონმა. სხვა არჩევანმა და სხვა პრიორიტეტებმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ უკრაინას მიუცეთ დრონები, რომლითაც მას შეიძლება ავნოს რუსეთს, მანამ სანამ რუსეთი ავნებს გაერთიანებულ სამეფოს. ეს შეიძლება ასევე გამოიხატოს იმ საინტერესო ნაბიჯებში, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ უკვე გადადგა, ან განიხილავს გადადგმას როდადგმას რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგალითად, თებერვალში გაერთიანებულმა სამეფომ ჩრდილოეთ ატლანტიკისა და შორეული ჩრდილოეთის წყლებში გაგზავნა ავიამზიდის დარტმის ჯგუფი. დარტმის ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა HMS Prince of Wales-ი, ოპერაცია Firecrest-ის ფარგლებში. მხოლოდ ერთი მიზეზია, რის გამოც გაერთიანებულმა სამეფომ ასე შორს ჩრდილოეთში გაგზავნა ავიამზიდი. მას სურს, რომ პუტინმა იცოდეს, ზად არის დაიცვას საკუთარი თავი და თავისი ნატოს მოკავშირეები, რადგან რუსეთი ცდილობს გააფართოვოს თავისი ინტერესები არქტიკის რეგიონში. კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი ამჟამად მხოლოდ წინადადებაა, მაგრამ მალე შეიძლება პოლიტიკად იქცეს. აგვისტოს დასაწყისში ტელეგრაფმა გამოაქვეყნა გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური სტატია, რომელიც წინადადებას აყენებს შექმნას ის, რასაც ევროპულ კონფედერაციას უწოდებს. ეს წინადადება მნიშვნელოვანია იმის გამო, თუ რას ნიშნავს ის უკრაინისთვის. ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ხელახლა წვდომის სანაცვლოდ, გაერთიანებულმა სამეფომ შეიძლება უკრაინას ბირთვული ქოლგით დაცვა შესთავაზოს, რაც უკრაინას რუსეთ ბირთვული ქოლგით და რუსეთის ბირთვულ საფრთხეზე საფასუხო ზომას მისცემს. ყველაფერი ეს ძალიან მარტივ რამეს ნიშნავს. გაერთიანებული სამეფოს დრონების რუსეთში გაფრენა მხოლოდ დასაწყისია. გაერთიანებული სამეფო სურს, რომ რუსეთმა გადაიხადოს ყველაფერი, რაც უკრაინას გაუკეთა, მაგრამ ასევე სურს, რომ კრემლმა იცოდეს, რომ რუსეთის მცდელობები ჰიბრიდული ომით დააშინოს არ იმუშავებს. თუ პუტინს ბრძოლა უნდა, გაერთიანებულმა სამეფომ უკვე აღარ იკავებს თავს და ემზადება, რომ ეს ბრძოლა ჩხუბად აქციოს. ყველაფერი შეიძლება დაიწყოს უკრაინისთვის დრონების მიწოდებით, მაგრამ თუ ნაიტონის მსგავსი ადამიანები მართალი არიან და რუსეთი კიდევ უფრო შორს წავა, მაშინ გაერთიანებული სამეფო მზად იქნება უკრაინისა და მისი ნატოს მოკავშირეების გვერდით დადგეს. და რაც შეეხება ნატოს მოკავშირეებს, გაერთიანებული სამეფო ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც პუტინს საფიქრალს აძლევს. პოლონეთი უკმაყოფილოა რუსეთით მას შემდეგ, რაც KH-101-ის ფრთოსანმა რაკეტამ პოლონეთის ტერიტორიის სიღრმეში ჩამოვარდა. ამიტომ პოლონეთი საფასუხოდ რაღაც მასშტაბურს გეგმავს. რა არის ეს? ამის გასაგებად შეგიძლიათ უყუროთ ჩვენს ვიდეოს, მაგრამ სანამ წახვალთ, არ დაგავიცდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ და ჩართოთ შეტყობინებები, რომ არ გამოგჭეთ ჩვენი ვიდეოები. მადლობა ყურებისთვის.